სვეტიცხოვლობა და მცხეთობა რომ არის დღეს ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ასევე თუ დასავლეთის მხარეს არის მცხეთობა, აქეთკენ ცოტა აღმოსავლეთის მხარეს რუსთავ ქალაქობაა, ჩემო კარგი. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ რუსთავი ორელები ვართ და ეს არის არხი, რომელიც რუსთავში დაიბადა და სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ არხზე ძალიან ბევრი მუშაობს ისეთი ადამიანი, რომელიც რუსთავში დაიბადა, გაიზარდა და ასე შემდეგ და პირველ რიგში მინდა რომ მივულოცოთ. ჩვენ საყვარელ რუსთავში გადავინაცვლოთ უნდა, რომელიც დღეს რუსთავ ქალაქობას აღნიშნავს. ეს ყოველწლიური ტრადიცია მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ქალაქის მიმართ სიყვარული გამოხატოს. ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი იმყოფება ქალაქ რუსთავში და პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს რა ღონისძიებებია დღეს დაგეგმილი. შუადღე მშვიდობისა ეკა. შუადღე მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, საზაიმო განწყობით, ვილოცავთ ყველა რუსთაველს და არა მარტო რუსთაველს, მათ შორის თქვენც გილოცავთ რუსთავ ქალაქობას, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ყველა რუსთავიორელისთვის და სიმბოლურია ეს დღე. დღეს უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი რუსთავში. დღეს ჩვენთან ერთად არის ქალბატონი ნინო ლოცაბიძე, რუსთავის ქალაქ რუსთავის მერი და ის მოგვიყვება კონკრეტულად რა ღონისძიებები, იმიტომ რომ ვიცით, რომ დიდი ჟრიამულია დილიდან, აქ როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც, ხო? მოგესალმებით, მივესალმები მთელ ქვეყანას, თქვენი მეშვეობით, მინდა სრულიად საქართველოს, ჩემს ქვეყანას მიულოცო სვეტიცხოვლობა, ჩემს ქალაქს კი მიულოცო რუსთავ ქალაქობა. გამორჩეული დღეა, მინდი ხელს გვიწყობს, განწყობა ძალიან სასიამოვნოა, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე ვარ შეკრებილი და ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, ველოდებით დასკვნის მთავარ ღონისძიებას და ეს არის კონცერტი ანსამბლი რუსთავის და ძვირფასი განსაკუთრებულია იმით, რომ ანსამბლი რუსთავის ისტორია აქ იწყება ამ ქალაქში და ბრუნდება ჩვენთან არა მხოლოდ ამ კონცერტით, არამედ კიდევ უფრო დიდი გეგმებით და დიდი მიზნებით. ანსამბლი რუსთავი დღეს გაერთიანებს აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანს, მონატრებულია, დარწმუნებული ვარ რუსთავი ესეთ ძალიან კარგ კონცერტს და საღამოს უკვე გვექნება გულშემატკივრობის დრო და დიდ მონიტორზე მთელი ქალაქი უგულშემატკივრებთ ჩვენს ბიჭებს, ფეხბურთელებს და გავუგზავნით აქედან ძალიან ბევრ პოზიტივს იმისთვის, რომ გამარჯვება გქონდეს. აუცილებლად გავუგზავნით, თუმცა იქამდე არ შემიძლია დღეს დაგეგმილ ღონისძიებებსაც არ შევეხოთ, ხო? განსაკუთრებით რუსთავისა, ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ არის ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვები და ძალიან ბევრი საინტერესო 14 მწერლის წიგნიც არის, ხო? ნაწარმოებიც არის გამოფენა. კი, რამდენიმე რამ გვინდოდა რომ გვეთქვა დღევანდელ დღეს, მე ვხუმრობ, რომ არ გვაქვს მოსაწვევები დღეს ჩვენს ღონისძიებაზე, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რუსთაველებს მოსაწვევები ქალაქის ღონისძიებაზე არავის არ უნდა სჭირდებოდეს და ყველა ვართ მოსული რომ გავერთოთ და ვისიამოვნოთ, ეგ ერთი, მეორე, ცოტა უარი ვთქვით რაღაც ისეთ ტრადიციულ გართობაზე და ავირჩიეთ მაგალითად განათლება და წიგნის ფესტივალი, სადაც ახალგაზრდებს სწორედ აი ამ კარგ გარემოში აქვს შესაძლებლობა აარჩიონ ახალი წიგნები, ახალი ნაწარმოებები ნახონ და ხაზი გაუსვით ისტორიას, როგორც ვახსენე, სწორედ იმ ნაწილს, რომ ანსამბლი რუსთავი ბრუნდება ქალაქში. იქამდე ვიდრე მთავარი ღონისძიება დაიწყება, აქ ყველანაირი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბავშვები გავართოთ და ბავშვებს აუმაღლოთ განწყობა, ზრუნავენ სხვადასხვა გმირები და მოკლედ მე მგონი, რომ კარგი დღე გამოგვივიდა კიდევ ერთხელ მთელს ჩემს ქვეყანას ულოცავ სვეტიცხოვლობას და ჩემს ქალაქს ულოცავ რუსთავ ქალაქობა. ჩვენც გილოცავთ კიდევ ერთხელ, ახლა სიმბოლურია, რომ რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად არის ანსამბლი რუსთავიც და რუსთავ ქალაქობას ვისთან უნდა გადავიდეთ თუ არა თქვენთან. ჩვენთან ერთად არის ახლა მიშო ჯავახიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით. ჩვენთან ერთად არის ასევე ია მაკაცარია, ანსამბლის დირექტორი და ანსამბლის მომღერლები. რა თქმა უნდა. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დღეს და მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას, ქალბატონ ნინოს მერს და ასევე კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ გარდა კონცერტისა დღევანდელ დღეს, რაც გაიმართება, გვაქვს კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ დღეიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ და მოვიწვიოთ რუსთავის მაცხოვრებლები, ბავშვები, მოზარდები, იმისთვის რომ ანსამბლ რუსთავის სახელის ქვეშ ყველა გავერთიანდეთ და საგანმანათლებლო მიმართულებით დავიწყოთ ანსამბლ რუსთავის ასე ვთქვათ ხაზი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ მომავალ თაობებს, რაიონებში, ქალაქებში, თან ისეთ ცენტრში, როგორც არის ქალაქი რუსთავი, მნიშვნელოვანია რომ ქართული კულტურა
შევთავაზოთ. ამიტომ რუსთავი სადაც მან პირველად აიდგა 1968 წელს ფეხი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ბრუნდება ძალიან მაგარი კონცერტით, სადაც გაერთიანდება მთელი შემადგენლობა, მომღერლების, მოცეკვავების, ინსტრუმენტალისტების და თან ჩვენ შეგვიძლია რომ სამომავლოდ უკვე ჩვენი თაობებისთვის ვიზრუნოთ. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს ძალიან კარგი კონცერტი ელოდება და სამხრივ მემორანდუმზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? მიშომ ნაწილობრივ თქვა, რუსთავის მერია, კულტურის სამინისტრო და ანსამბლი რუსთავი აფორმებენ ამ მემორანდუმს. დიახ, მოგესალმებით, გილოცავთ ყველა სვეტიცხოვლობას, რუსთავ ქალაქობას. სწორედ ამ დღისადმია მიძღვნილი ჩვენი დღევანდელი კონცერტი, რაც შეეხება მემორანდუმს. იგეგმება, მზადდება მემორანდუმი, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ასევე ქალაქისთვის, სადაც ჩამოყალიბდება ანსამბლის, ასე ვთქვათ, ბაზა და ის ბავშვები, რომლებიც დაეუფლენ უკვე საბაზისო ცოდნას ქართულ ცეკვაში, შემდგომ გააგრძელებენ ამას უკვე აკადემიურ დონეზე და ჩვენ გვეყოლება ბავშვები, რომლებიც უკვე მოემზადებიან დიდ ანსამბლში გადმოსასვლელად და ეს სწორედ ბინას დაიდებს ქალაქ რუსთავში, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით კიდევ ბევრჯერ გვექნება საშუალება რომ მოგიყვეთ, თუმცა დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდეთ, დღეს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება აქვს დაგეგმილი ქალაქ რუსთავს, რუსთავის მერიას, აქ ხედავთ უკვე წიგნის ბაზრობას და საბავშვო აქტივობებს, რაც შეეხება რუსთავის საჩუქარს, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით არის ქალაქ რუსთავში, ეს გახლავთ ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი დღევანდელი კონცერტი, რომლის 85 წლის საიუბილეო თარიღია დღეს და ძალიან სიმბოლურია, რომ რუსთავში, რუსთავ ქალაქობას გაიმართება ეს კონცერტი. ამისთვის დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელი შეუწყო და ყველას ველოდებით 7 საათზე იწყება დღევანდელი კონცერტი. უღრმესი მადლობა, ქალბატონოია. მე კი კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ რუსთავ ქალაქობა და ასევე არ შემიძლია არ გითხრათ და კიდევ ერთხელ არ შეგახსენოთ დღეს ჩვენ საყვარელ ქართველ ფეხბურთელებს, საქართველოს ნაკრებს, თურქეთის ნაკრებთან ექნება გამართავს მორიგ მატჩს, რომელიც დაიწყება 22 საათსა და 45 წუთზე და აქ მოეწყობა დიდი ეკრანი, სადაც აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მოსვლას და რა თქმა უნდა ყურებას. მე დაგემშვიდობებით, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა დაგიტოვოთ ძალიან კარგი მუსიკალური ნომერი. ნამდვილად ყველა რუსთაველს მივულოცოთ რუსთავ ქალაქობა.